მოგესალმებთ მეგობრებო. მოგესალმებით, ხნის წინ მე გიყვებოდით, კი არ გიყვებოდით, თვალნათლივ იყო წარმოდგენილი ჩემს მიერ, ჩემს Facebook გვერდზე, თუ რა ტუპოი ხალხი მუშაობს, არ მინდა გოგონებს ესე მიმართო, მაგრამ არც თუ ისე სმარტი ხალხი მუშაობს მთლიანად ოპოზიციურ მედიაში. ფორმულაში და მთლიანად ოპოზიციურ მედიაში, კი ბატონო, გეთახმებით თავიდან ბოლომდე. ეხლა ჩვენ გვაქვს დამატებითი მტკიცებულებები. აქაც გააქვთ, აბა აქედან გავუშვებოდა ამას რაიმე დამატებითი. მაგრამ ვიხალისოთ, გავუშვით. მოკლედ, სანამ გავუშვებთ, დავაანონსოთ, რომ ეს ყველაფერი ეხება ისრაელ-ამერიკის და ირანის კონფლიქტს. და სულ რამოდენიმე დღე რაც ეს კონფლიქტი დაიწყო, მაგრამ პირველი ჟურნალისტებმა მოახერხეს და ალბათ 3 დღეა ომი დაიწყო და 10 შეცდომა დაუშვეს უკვე. ოღონდ ისეთი შეცდომა, რომელიც არც მექანიკურია, არც უბრალოდ რაღაცა ასოები რო აგერევა, ეს არის აი აპოკალიფტური შეცდომები რა, ხო? და აი შეხედეთ უბრალოდ რა კალიბრის ხალხი მუშაობს მანდ, რა კვალიფიკაცია აქვს, რა ინტელექტუალურ манипуляციის უნარი. ანუ ვინ გიყვებათ ამბებს? ხო, რა IQ რა ტიპის ადამიანები, რა ტიპის ჟურნალისტები გიყვებიან ამბებს, ბედავენ და ეხებიან ისეთ თემებს, რომლის აზრზეც არ არიან გონიათ, რომ დუბაი და ეს რა ქვია, ბაჰრეინი და ისინი რა ქვია, დაბომბა თურმე ისრაელმა. ამ ადამიანს მერე გამოვა და დიქტატურა საქართველოში. აი ამას როგორ შეიძლება მოусმინოთ ამ არხს, ამ არაკვალიფიცურ, ამ სასაცილოს, ამარცხვინო ხალხს, პროსტო უსმინოთ. შენ ზოგადად საინტერესო ტერმინი ახსენე, სად იქ? სად იქ, წვეჭი ეგენი არიან. 100 ჯერ მოყოლის ერთხელ ნანახი ჯობია და გავუშვით. 30 წლის ქალი. ეს მონაცემები არ არის ზუსტი და სრული. მოიცავს მხოლოდ ქალაქ ისპანახსა და იქ მცხოვრებ ქართველებს. ისპანახსა და მეორეც მიაყოლეთ და ერთად ისპანახი ანუ დაბლა შორის არის აითოლიას მრჩეველი ალი შამხანი. ისრაელმა იერიში გაუშვათ რა აითოლია. ქაჯაია თავიდან გაუშვა? კი, ბარემ სტრიადა შეუკრათ. ნატა ქაჯაია. მაგრამ ისპანახი და აითოლია არის, აი როგორი უმაღლესი პილოტი. აითოლია ჯობია თუ ისპანახი? მე ვიტყოდი რომ აითოლია ჯობია. ნუ მოდი გაფრინდაშვილი არის თეატრიდან და ისპანახი ხალხსათქობა აკეთებს კარგად. ისპანახის თემაში ისპანახი რო გეშლება მართლა ერთი ასო არის და აი კარგი ჯანდაბას, მაგრამ აიათოლა, ანუ ესე იგი აიათოლას შინაარსი, კონცეფცია, ანუ იმდენად არ გაგიგია, რომ აიათოლას მაგივრად, ანუ აითოლიას და ის დაშვება არ გიქრო, აი უცებ რაღაცა რომ ძალიან მნიშვნელოვანი რომ შეგეშლებათ რომ უნდა გამოასწორო რა. აითოლია. მე დარწმუნებული ნაყინი. ისპანახზე რა მოხდა, იცი? ისპაჰანი ძალიან გვიან გაიგო და ტვინში არ ჩაებეჭდა, მაინც ისპანახმა გადაწონა. ის ტვინის უბანი ოკუპირებული ქონდა ისპანახს. და ვერ მოერია, არა. თორე იმახსოვრებდა ეგრე რომ რითიდან ისპაჰანი რითიდან მახსოვრდა, აი რას გავს და სალათი ხომ ფხალი ხომ ევასება რა. ვარიანტი არასდროს არ ევასება. მოდი ფხალი და ისტორიის რაღაც ციგნები მინიმალური თუ ქართველები სად მეფობდნენ. ძალიან პატარა, აი ისეთი რა ქვია. ხო, ანუ უმარტივესი ისტორია, აი ცოტა საყმაწვილო ბიბლიოთეკიდან თუ გაქვს წაკითხული, აუ მე მახსოვს იმით რაღაც მეჩეთი როა ისპაჰანის რა ყველა ცნობილი ფსიქოდელიური ფერები რა. ისპანახში ქონდათ ქართველები. მაგრამ აითოლიაც ხო და მე ეს ადამიანი გამოვა და გეტყვის რომ იცი რა არის აითოლია უნდა მოეკლათ. აითოლიას ის ძალიან აუცილებელი. იცი რა იქ აითოლიების დიქტატურა. ან დიგ რა იცი იქ რა არის შვილო ისპაჰანი და ისპანახი გერევა. აითოლია და აიათოლა გერევა და დუბაის რო დაარტყა, ირანმა გონია რომ ამერიკამ დაარტყა და თქვენ ლაპარაკობთ, მე და თქვენ ჟურნალისტები, ანუ უფრო მაღალი კლასი ხართ ვიდრე ის აკაცუკები. ანუ თქვენ რო ერთად რო შეკრიბოთ, ერთი წინადადებას ვერ აწყობთ სწორს ირანზე და თქვენ აკეთებთ კომენტარს, რომ ეს უნდა მომკვდარიყო, ის უნდა შენ დაგცინე შენი პოზიციის გამო. ხო. რო შენ ხო თქვი რომ ირანი ვიციო და დაიწყეს აულ დაუსაბუთებელი დეგენერატები ბიჭო. ვერ გავიგე რომ ის რო არის გოგო, არა, მაგის ხა იმან ამაზე უნდა მომიშალოს ნერვები ტაიონა რო არის. ძალიან აპასნი გოგოა. მაგარი აპასნი, ხო, მაგარი აპასნი, მაგრამ რანაირად უნდა მომიშალოს ხო ნერვები, მაგრამ იმ დღეს მომიშალა ბიჭო, დაწერა რომ მემარჯვენეობას და მემარცხენეობას ვერ ცნობსო.
ანუ რა ვიცი, სასმელი რომ კონდეს დალეული და დიაზეპამი დაყოლებული, მაშინ შენზე კარგად ვიცნობ იმას. არ გინდა რომ გაუშვა? არა, ვაფშე აღარ აქვთ რა. ზურა ჯაფარიძე გაუშვა. ზურა ჯაფარიძეს გაუშვებთ, მან თავარი საკითხი არის სხვა რაღაცა რომ. ესენი ველაპარაკებიან ირანზე, ბიჭო, ნული კვალიფიკაციით, აი საერთოდ წარმოდგენა რო არა. ეს არის რაღაც კრეფსიცი სახე ოპოზიციური მედიის, რომელმაც მართლა ანუ რაღაცა საკვებ ობიექტზე საუბრობენ თუ ქალაქზე ფრინველ მშენებლობაზე ლაპარაკობენ თუ სასულიერო ვინ ვისესმის თავს ანუ ეგ აქვს კაია თუ ცუდია ამიან გონებაში დილემად რომ აი ეხა ჩვენ თოლიაზე უნდა ვთქვათ რამე თუ აიათოლას და ჩვენ ეხა ვინ ვის ურტყავს ამათ ჩვენები რომლები არიან ჩვენები რომლები არიან ფორმულა ხო მოდის ჩემთან ფორმულა და მეორე რომ მოვიდა თქვენი განცემის რაც ქვია შპრენგლერის ნაშრომი იცოდა ის ფილოსოფია კი წაკითხული ქონდა აშკარა შპრენგლერი და 1918 წელსო გამოუშვაო პირველი ეტაპი გადაახადო სათაური წაიკითხა მაგრამ რო ჩაკითხო მათი პერსპექტივიდან ჯერ ეგ სიუჟეტი არ გაშვებულა ხო არის გაუშვეს მათი პერსპექტივიდან იყო უკვე თუ არ იყო გაუშვეს ფორმულამ გაუშვა მეგონი აღარ გაუშვებს ხო რა უნდა გაუშვენ რა ვიცი აი მოდი გაუშვათ ზურა ჯაფარიძე ვიდეო ჯანდაბასა აბა საჯდომით საუბარს მოусმენ. ამ დოკუმენტის შექმნის შინაარსი ეგ არის, რომ იმის გამო რომ პოლიტიკურ USMC მეც მილაპარაკე და BC motherfucker in the house. აი აზრი არა. ჯაგი ჯუგი ჯუმბერაი. ეგეთ ბებიაჩი მიყო და მაგარი იყო ჯაგი ჯუგი ჯუმბერაი. მიკროკასეტა არის MC. MC არის ხო, და ბენჩი რო რეჩიტატივს კითხულობს, ეგა MC. მიკროკასეტა. მე ესე გადავტარე. არა, რატო აქვს ზამშვიდობი არამილიტარისტული ხუდი რატო აქვს? არა, ეს მილიტარისტული იქნება გარას. ეგ იქნება United States machinery commandery. რაღაც ეგეთი იქნება უეჭველი. ანუ ეს USMC. ძალოვანი სტრუქტურის თემა რო არ იყოს შეასრულებელი. ეს თუ არ გინდათ? აი ძალოვანი. აი ძალოვანი. არ გახასიათებთ თქვენ არ დასახელეთ. არ მახასიათებს. გავაჩერთ კადრი, სტოპ კადრი მინდა. უბრალოდ ეს ჰალსტუხი არის, შავი ჰალსტუხია თუ სოროჩის ჩამოყოლება. ო, რა საინტერესო სტაილინგია. ძალიან საინტერესო სტაილინგია. სოროჩი ხსმია ვაფშე? ეგეთი. ძალიან საინტერესო სტაილინგი, იმიტომ რომ მე ამცდა რა, ანუ უეცარი დანახვისას მე გონია რომ ეს იყო ჰალსტუხი, წაჭრილი გასტუ. თუ ეს იყო ჩაყოლება რაღაცა სტილისტური გადაწყვეტა. გაუშვათ ჰალსტუხი. ეს როგორ არის? ერთ-ერთი ამერიკული შეიძლება კოლუმბიური ჰალსტუხი. მე ვიტყოდ თავის ეგზისტენციის ზომის ყლინჯი კიდია მას. ტიპი. კოლუმბიური ჰალსტუხი. ტიპს რო გასტუკი თუჭირა, რომელიღაც ბოევიკში არის. გასტუკი მე რომ მოჭრის და რო გადავარდები. ეს ძალიან ცნობილი ეხა კომანდო გამახსენდნენ რომ გადაკიდო შვარცენეგერს ყავს გადაკიდება ჰალსტუხი. დაუშვათ თავიდან, დაუშვით. აბა ნიკანორ არ გახასიათებთ თქვენ არ დასახელეთ. არ მახასიათებს, ზოგადად არ მახასიათებს არც მშიშრობა, არც აშკის კაცების. კიდე ერთხელ გავაჩერთ, აი მართლა იმ სამყაროს დედავატრე, სადაც ნიკა გვარამი ამბობს რომ მე არ მახასიათებს მშიშრობაო და მე ზოგადად არ მაქვს მოპასუხე მხარე ჩუმადარი და უნდა ხო რა თქმა უნდა თქვენ გაგაცნობთ მშიშრობა. სექსუალურ უმცირესობებზე ქართველებს ზეგან სახში რაც უნდა ის გააკეთონ. მე ფრინველებაზე? მოიცა ერთ უნდა შენია ყველაფერი კარგად არის. შეშინდა. სახში რაც უნდა ის გააკეთონ. ხა რა კავშირი აქვს სექსუალურ უმცირესობასთან და ამას? ასევე მე ფრინველებს პრუსეთს რატოსიც გინდა ჩაიწვიო ხო არ დამანახო ხო ეს რო დაიჭირეს და კაი ბიკინები რო ეცვა ორანჟევი ეგ ბიკინი აიგო სტრინგი საიდან სტრინგი კი ბატონო საიდან გამახსენდა რომ ისე შეეშიდა რომ მოუკვდა ტიპი მაგრამ ქალებთან რო გაიქცა საავადმყოფოში ხო ეგ იყო ცუკერების ფილმის მაგარი ხუმრობა ცუკერებს ხო აქვთ როგორი ხუმრობები რაღაცა კარგები იყვნენ ცუკერები კადრი რო გამოდის თუმცა სხვა რაღაცა ასე გინებით რომ მოდის და გონია რომ უტრუკებს დაერია და 60 წლის ქალები რო დგანან იმაში ცუდი ქარელში იმაში ცუდი თქვა რა ქვია რო დაემუქრა კოჭებს დაგიხრეთო და მტრებს რო სისხლით ემუქრებო და კამპოტი არის ესე მაგრამ სესდავლება მეტად კაცია და კაცია ო როგორ თქვა სხვანაირად რა აი ლევან ბეჟაშვილი
ადამიანების წუხილიც არის ის, რომ უნდა გავერთიანდეთ. არაჩვეულებრივი ახალგაზრდები ყავს ჩვენ პოლიტპატიმრების სტატუსი და მათ წინაშეც ვალდებულები ვართ ჩვენ, რომ ყველა დაპირისპირება, ყველა პოლიტიკური განსხვავებულობა გადავდოთ და გავერთიანდეთ და მადლობა ღმერთს, რომ ეს გაერთიანება შედგა და ერთი ძლავრი დიდი ნაბიჯი გადაიდგა გუშინ პოლიტიკურმა პარტიებმა. გაერთიანებაში არ დაუძახეს რესპუბლიკელებს, რესპუბლიკური პარტიები საერთოდ მოკვდა, ჩემი აზრით. მე ბოდიში ჩაგეჭრები შეგაწყვეტინებ, მაგრამ მე ვერც ეს ხოშ დავთხოვდეს რომ რაიმე ტიპის გაერთიანებას უნდა ვიმშელოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ 2012 წლამდე ნაცების ხელახლა შეკრებას, ეს არის რეუნიონი, ეს არის ბოლო ზარი, აი სკოლის კლასელები რო იკრებებიან ხოლმე და რაღაცა 10 წლის მერე რა საღამო რო აქვს და ერთმანეთთან პარემანი და ზუსტად რეუნიონი, იმიტომ რომ ანუ ეს ადამიანი 2012 წლის მერე ერთ სივრცეში არ მოქცეულან, მაგრამ აბსოლუტურად ყველა არის ნაცი. ანუ იქ არ არსებობს ინდივიდი, რომელიც არ იყო მანამდე ნაცი. და აი რაღაცა ეხლა შეუერთდა ამ ყველაფერს რა, ანუ აი უყურე ეგ დაშვება ხო შეიძლება გააკეთო, აი ადამიანი არ იყო მთელი ამ 14 წლის მანძილზე მათ მხარეს და აი ეხლა ისეთ საშინელ ყოველდღიურობაში და რეალობაში უწევს ცხოვრება, რომ მათ მიემხრო. ერთი წამლად არ არის ერთი ადამიანი, ვინც 2012 წლამდე ნაცი არ იყო ამ გაერთიანებაში, ვინც დღეს იქ უკან არ დაბრუნდა და ეს არის როგორც ანუ ყველა გემი რო თავის შობლიურ პორტს უბრუნდება, ზუსტად ეგ არის და რომ მიადგა ღმერთი და რო სთხოვა წმინდანმა რომ თუ შეიძლება მართალი რამდენი მართალი უნდა იყოს რომ არ იმას აკეთაო არ გაანადგუროო და აღმოჩნდა რომ მართლები საერთოდ არ არიან და ასევე რო იყოს რომ ერთი არანაცი შეწირეთ სვერპად რაღაცა ვარ სვერპ შეწირა ვერა შეწირავე წაფერი შოვია ნულია ყველა ნაცია ხო ლოტის ის ამბავე საერთოდ რაზე ვსაუბრობთ ანუ ბიჭო ტიპები შეიკრიბნენ ჩერგოდან და ბოკერიადან ვიდრე ნიკა გვარამიამდე და შუაში მოიცვეს მთელი ანუ ეს რაღაც აპოკალიფტური პოლიტიკური ჩმორები, შეუმდგარი ხალხი, არაფრის მომცემი, მარგინალური, მოძალადე. დაჟე, ისეთი ჩმორები გახარია და ლელო არ შეუერთდა. ხო და მან და ძალიან მნიშვნელოვანი რომ ანუ ესენი რო ეკაჩემი ლელო ისევ ჩვენთან იქნებაო? ვერ იქნება. იქნებაო ჩვენთანო? მე მაინტერესებს ჩვენი ქალაქის მთავარი მევახშე საბოლოოდ როგორ გადაწყვეტილებს აღარ უნდა იმას არანაირ გადაწყვეტილებს არის. ჯას იმას უნდა რაც ჩაიდალიოს და მშვიდად სახში და არ უნდა არანაირ პოლიტიკა არ უნდა. რაღაცა დივიდენდებით იბისიდან ჩაერიცხოს რა რავი რა დაბადდა. ანა წეთლიძე გაუშვათ აკაკას ეს ამ ალიანსზე ლაპარაკობს. თავარი არის რა იქნება ქმედებაში და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს საერთო ოპოზიციული ალიანსი გაფართოვდება და გაფართოვებასთან ერთად ეს პრაქტიკული ნაბიჯები ბრძოლაში იქნება ამ გოგოს აქვს რომელსაც აქვს გამონათებები ვიძე რო არის ზეროს ვიძე ამ ეს ხანდახან მე მათ ჩაგეჭრები შენ სექსისტურ გამონათებას შევაჩერებ ადამიანს ვაძლევი არა ნამდვილად ფუჭი იმედები და ფუჭი შენ რა გინდა ვაძლევი არ სრულად ვეთანხმები შავას დაწინაურდა მობილობა როს სამშვიდ მობილობა განიცადა ნამდვილად რაც იყო თავისთავთან მიმართებაში გაასმაგდა აი ძმაო ჩვენ მიეცი ჩანსი მე ზერო შანსი ესეთი რო არის მიუსაფარი ყველამ რომ არავინ რო იმედი არ მისცა რომ მაგარი გოგოა სიტყვით მაინც მაგდო გაბოროტდა და მაგდო ნო მე ვთვლი რომ რაც იყო იგივე დარჩა არა ერთი წუთით კაცო ამ გოგოს ხანდახან აქ გამონათებები ჩვენ მივცეთ არ გუნდეს ბოროტი ადამიანია და ხანდახან ძალიან მაგარ ვიძე ხარ ჩემო კარგო და ეხლა ზეროს ვიდოს კაი ანადოლიძე გავუშვათ მოვისმინოთ რომ საინტერესოს თუ ამბობს კარგს ამბობს ეს გაერთიანება არის აი ამ 80%-ის ერთი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის საფუძველზე არსებული აღმოცენებული პარტიების მორიგი გაერთიანება. რატო გულისხმობ მორიგს? სორი არის, მადლობთ. ვერა შორებ უცებ, ხო? კარგი, მაშინ თენგო გავუშვათ, თენგო. თენგო. ჯანგოს მონჩი.
რატომ დასანქცირდა იმედი და პოსტი? ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, თორემ მე რო აკრძალვით, ეგენ 13-14 წელია უკვე მაგით გვემუქრებიან. ნიკა გვარამია ორჯერ იყო უკვე ციხეში თუ სამჯერ ბოდიშგის ხუთი ბრალი. რატომ უნდა დაგემუქროს არ არსებულ ადამიანს? და ამით რა ვინმე ნიკა გვარამია შეაშინეს ნიკამელია თუ მათი პარტიის წევრები და ასე შემდეგ. გამორიცხულია ბრძოლა ჩვენს გამარჯვებით დასრულდება. ეს როგორი ჭეშმარიტება, იცი, როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დაწუნებული. გრძელვადიანია თუ მოკლევადიანი? არა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ბრძოლა უნდა დასრულდეს ჩვენი გამარჯვებით. მე მგონი რომ თენგო დაჟე ტოტალიზატორში ვერ დადებს სწორად გამარჯვებულს. მე მგონი რომ ჩვენ იმედი რატო დასანქცინდა და პოზიტივი, იმიტომ რომ ბოზები ხართ. აი ეგ არის ყველაზე მარტივი და კარგი პასუხი. ბოზები. აქ მე კონტექსტი ვერ გავუძრე, რაზე საუბრობს? არა, ჩვენ რატო გეკითხებიანო რაღაცებს, იმათ კითხონო რატო დასანქცინდნენ, ჩვენ უმციკლოები ვარ. ისო. ჩვენ უნდა გავწინდა. მე გაძლევთ პასუხი, ესენი არიან ბოზები, ყველანი ბიჭისიანა გოგოსიანა, როგორც ერთ-ერთ ვიდეოში არის, ყველანი ეგეთები ხართ და განსაკუთრებით არმევასები და ჩატლახები ხართ, აქაური ხულიგნური პასუხი კარგია, მე მოდი ცოტა აკადემიურ პასუხს გავცემ, არ არსებობს არანაირი საფუძველი. სადაც შეიძლება თქვა რომ პოსტივი დასანქცია აი ამის და ამის და ამის გამო, იმიტომ რომ არანაირი ფაქტობრივი გარემოება, არანაირი არგუმენტირებული მსჯელობა ან მსჯელობას ვერ დაარქმევ. რაიმე ტიპის მსჯელობის მაგვარი არ არსებობს, სადაც შეიძლება დადასტურდეს ის რაშიც ბრალიედება პოსტივის რომ თითქოს დესტაბილიზაცია შეიტანა უკრაინაში, ძალიან დიდი აბსურდი. თითქოს მან მოიგონა პოსტივი მოიგონა რომ უკრაინაში რამე კორუფციული გარიგებები არსებობს და კორუფციას აქვს ჩაძირული ეს ქვეყანა აგრესია ამისი არანაირი ფაქტობრივი გარემოება და არგუმენტი არ არსებობს რომ ეს ჩვენგან წამოვიდა და იმიტომ რომ ჩვენ უკრაინაში კორუფციას საუბარს დავწევთ მას შემდეგ, როდესაც თვითონ ზელენსკიმ თავისი ორი უმაღლესი თანამდებობის პირი მოხსნა კორუფციის ბრალდებით და ამაზე ძალიან დიდი გამოხმაურება იყო დასავლური მედიიდან. არა, მოხსნა, არა, სხვა არის მოხსნა. ამერიკელების ზეწოლი ტრამპის ადმინისტრაციის დასავლურ მედიაში გასკდა ეგ ამბავი პირველ რიგში და მაგიტომ ტრამპს აქვს თავისი პოლიცია. ხო და უყურე ამ პოლიციის რომელსაც ზელენსკი ხო, მაგრამ უყურე ჩვენ რაზე გვედავებიან, ანუ რეალურად ჩვენ გვედავებიან ერთი რომ დესტაბილიზაცია მოახდინეთ უკრაინის, რაც არის, ნუ აი მაგაზე სულ ისმაქომ რა სერიოზულად ამაზე როგორ უნდა უპასუხო, რომ ანუ საქართველოში არსებულმა ტელევიზიამ დესტაბილიზაცია მოახდინა უკრაინაში, ისეთი აბსურდია, რომ მაგას სერიოზულად როგორ უნდა ვილაპარაკოთ, არ ვიცი. მეორე რომ ჩვენ დავაბრალეთ თითქოს რომ უკრაინის ხელისუფლებაში არსებობს კორუფცია და ამას ჩვენ კი არ დავაბრალეთ, კაცო, ჩვენ ავიღეთ ფაქტობრივ გარემოებად ის დასავლური მედიები, მათ შორის ბრიტანული გამოცემები, რომელმაც ჩვენ დაგოსაქცირეს, სადაც ამაზე არგუმენტირებულად წერენ და მათ შორის თვითონ ზელენსკიმ გაათავისუფლა თავისი ორი უმაღლესი მაღალჩინოსანი, ერთი იუსტიციის მინისტრი, მეორე აღარ მახსოვს. და ადმინისტრაციის უფროსი. კი ბატონო და საბოლოო ჯამში რა გამოვიდა, ხო, რომ ჩვენ რაზეც გვედავებიან, ამას ლაპარაკობს უფრო გაცხარებული რიტორიკით ამერიკის პრეზიდენტი და მათ შორის ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის ლიდერი. თინა ხედაშვილს აღარ გაუშვებ, უბრალოდ ამბობს, რომ დეპარტამენტში კონგრესში ფოტო იყო, რომ ყობახიძე არის ჩასული სამზიმარზე რომ ჩავიდა თავის დროს და რა გჭირთ ხალხო და შემოღალატე თინა. ტაივანის აგენტო. ტაივანის აგენტო ხუთმაგის სტანდარტების. ფაშინიანი, რომელიც შენი იმედია და ლიბერდებილების იმედია რატომღაც არ ვიცი. ჩავიდა კი არა. ფაშინიას მეც გავაკეთებ კომენტარს. ჩავიდა კი არა. არ ვიცი, აი როგორი მისამძიმრება გამოაცხო. არა და ხო ხვდები არა, ლუბიმჩიკი არის ამათი ლიბერდებილების. ხო და რატო ფაშინიანზე რატო არის ძახი იგივეს? კაი, აზერბაიჯანის ლიდერი გასაგებია, იქ სხვა კავშირები აქვს ირანთან. სომხეთმა ხო მიუსამძიმრა, ჩავიდა პანაშვიდზე, მიუსამძიმრა და ასე შემდეგ. რატო არის პრობლემა? ჩვენი რატოა პრობლემა? ფაშინიანზე მე მარტო ერთ კომენტარს გავაკეთებ. შენ გემახსოვრება, როდესაც ფაშინიანი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსს ჩავიდა სომხეთში. კი ბატონო. ამაზე ატყდა ძალიან დიდი ამბავი ჩვენ ლიბერალურ ბაბლში, რომ აი სომხეთმა ის შეძლო, რისი შესაძლებლობით ფანჯარა ჩვენ დავკარგეთ. მათ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩაიყვანეს თავისთან
ამითი რაღაცა ძალიან დიდი სამომავლო პერსპექტივები გაფორმდა, ჩვენ ეს დავკარგეთ და ასე შემდეგ. და ფაშინიანზე იყო ისე თემა, რომ აი ნეტა ფაშინიანი იყოს ჩვენთან. ჩვენს ლიბერალ ბაბში იყო ზუსტად იგივე სულისკვეთება. რომ აი ნეტა ესეთი მართველი ყავდეს. ამასობაში მოხდა ახმაროსავით შეცდომები და ფაშინიანმა მიუსამძიმრა ირანს, რაც მაგალითად ჩვენ არ გაგვიკეთებია. ფაშინიანმა გააკეთა ის მიუსამძიმრა ირანს, აიათოლას გარდაცვალება. შემდეგ და ამაზე პრობლემა ლიბერალების განაყოფა. შემდეგ ფაშინიანი ჩამოდის ჩვენთან. კი ბატონო. სუეჟად რინგო სტარივით drum bass უბერავს. რა თქმა უნდა, ძალიან კაია, ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ უყურე აი სად დგება ორმაგი სტანდარტის რაღაცა იდეალური ოქროს შუალედი. ეს ლიბერალები, რომლებიც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ რუსეთუმე, ირანი, პროჩინეთი და ასე შემდეგ. რომელიც ფაშინიანს უწონებენ, რომ აი ამან JD Vance ჩაიყვანა თავის ქვეყანაში და როგორ პროამერიკულ ცხოვრების გზას ასწავლის სომხეთს. ამავდროულად ჩვენ გვეუბნებიან, რომ ფაშინიანი ჩამოვიდა და ეს არის სომხეთის პრეზიდენტი და შეხვდა თვით გამოცხადებულ ქართული ოცნების მიერ აღიარებულ პრემიერ-მინისტრი რაკი ყობახიძეს. ანუ ამაზე დიდი მავნებლობა, დივერსია, აი ორმაგი სტანდარტი არის სწორი რაღაცა. ამასთან ერთად საკუთარი თავის დაზიანება თორე, ხა? ხო, საკუთარი თავის დაზიანება ის რატო არ ვახსენებ, რომ თავის თავსაც აზიანებენ, უკვე სასაცილო გამოდიან მერე. თავის დაზიანებას ის რატო ვახსენებ, რომ მათ აქვთ ეს დავალება რომ შეასრულონ იმ ფინანსური დონორებისგან, რომლებიც ფულს უხდიან ამ კონკრეტული მაგალითად სათაურის თუ ისტორიის შექმნაში. შესაბამისად, მათ აქვთ იმის თვით წმენა თუ გარანტია თუ რაიმე შეთანხმება, რომ ანუ ჩვენ ამას გავაკეთებ და ამის მერე გაგვიზრდება ჩვენ რა თქმა უნდა დაფინანსება. იმიტომ რომ ანუ შენ რო აკეთებ ამას, რომ სომხეთის პრემიერი და ქართული ოცნების პრემიერი შეხვდე. ეს ხო ხდები აი რა კალიბრის ეგ მაიმუნობაა. აი წმინდა წყლის დიდი მადლობა მეგობრებო. ჩვენ ხვალ შეხვდებით ერთმანეთს, ხვალ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ აუცილებლად. კარგად გზანდებოდეთ, ხვალ. მადლობა ყურადღებისთვის.